სალამ მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენ მობრძანება ჩემს არხზე. მე ნინა ვარ და დღევანდელ ვიდეოში ვსაუბრობთ ორდინერის ნოემბრის 23%-იანი ფასდაკლების შესახებ. Slow November, ნელი ნოემბერი, როგორც ეძახიან, ეს არის ფასდაკლება, რომელსაც DCM-ი, ოფიციალური ბრენდი, მშობელი ბრენდი, რომელსაც ორდინერი ეკუთვნის, ამ ბრენდის ისტორია, დაარსების ისტორია, DCM-ის ისტორია, ორდინერის ისტორია, ზოგადად თუ გაინტერესებთ, დეტალური, ცოტა უფრო მძიმე ვიდეო მაქვს DCM-ის დამფუძნებელთან და ზოგადად ორდინერის და DCM-ის ისტორიასთან დაკავშირებით და დაგილინკავთ ქვემოთ ვიდეოს აღწერაში მაგ ვიდეოს თუ გაინტერესებთ, მაგრამ დღეს ვსაუბრობთ ფასდაკლების შესახებ, რომელიც ყოველწლიური ფასდაკლებაა, რომელსაც DCM-ი თავისი ბრენდებისთვის გვთავაზობს ყოველწლიურად. ეს არის მათი Black Friday, შავი პარასკევის ფასდაკლების ალტერნატივა, ასე რომ ვთქვათ, რადგან როგორც იცით, შავი პარასკევი ნიშნავს, რომ გვაქვს ფასდაკლება, მაგრამ მხოლოდ ერთი დღით. ეხლა ბევრ ბრენდებს უკვე მთელ შაბათ-კვირაზე გადააქვთ ხოლმე ეს ფასდაკლება და მხოლოდ პარასკევი არ არის, მაგრამ მაინც ძირითადად 24, მაქსიმუმ 48 საათის შესახებ საუბრობთ, როცა ონლაინ შოპინგს ეხება საქმე და მაღაზიებში, გახსნიდან მაღაზიის დაკეტვამდე, რა თქმა უნდა, რაც სტრესია, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოასწრო რაღაცეების შეძენა, ბევრი ყიდულობს, იმიტომ რომ უბრალოდ მოასწროს ფასდაკლებაზე შეძენა და შემდეგ ან ბრუნებენ ამ პროდუქტებს უკან, ან საერთოდ ვერ იყენებენ. მოკლედ, ორდინერიმ გადაწყვიტა, რომ უფრო კორექტულად და სწორად მიუდგეს ამ ამბავს, მხოლოდ მათ ოფიციალურ საიტზე, რომელსაც დაგილინკავთ ქვემოთ ვიდეოს აღწერაში. ლინკზე რო გადახვალთ, პირდაპირ გადაგიყვანთ ბრენდის ოფიციალურ საიტზე, სადაც შეგიძლიათ რომ ფასდაკლებით იშოპინგოთ. არა მაღაზიებში, ისედაც მაღაზიები არც აქვს ესე ორდინერის, მაგრამ ან Sephora-ში, ან სხვადასხვა შოპებში, სადაც არის ეს ბრენდი წარმოდგენილი, ეს ფასდაკლება იქ არ ვრცელდება. მხოლოდ ონლაინ მათ ოფიციალურ საიტზე 1 ნოემბრიდან ნოემბრის ბოლომდე. მთელი თვის განმავლობაში. Black Friday-ზე საერთოდ კეტავენ საიტს. საერთოდ ვერაფერს ვერ იშოპინგებ შავ პარასკევს DCM-ის ორდინერის საიტს. ამიტომ მთელი თვე გაქვთ, არ იჩქაროთ, შეავსეთ კალათა, მოინიშნეთ პროდუქტები, რომლებიც შეიძლება გაინტერესებდეთ. ორდინერის DCM-ს საერთაშორისო გზავნილები აქვთ. ვიცი, რომ საქართველოში აგზავნიან პროდუქტებს, ვიცი, რომ ბევრს შეგიძენიათ გასულ წლებში. ეს აჩვენი მე-3 თუ მე-4 წელი და მე-3 თუ მე-4 ვიდეო, როცა მე გაჩვენებთ მე რას ვუკვეთავ ხოლმე და რას გირჩევდით, რომ შეგეძინათ ფასდაკლებაზე და რა პროდუქტებზე ვფიქრობ, რომ რაც იშვიათად ხდება ორდინერისთან, მაგრამ მაინც მარკეტინგის და სოციალური მედიის ამბავი უფრო არის, ვიდრე ის, რომ ეს პროდუქტი რეალურად რაღაცაში გამოგადგებათ და რეალურ შედეგს მოგცემთ. იმის გამო, რომ პროდუქტი მომწონს, თუ ამ წუთას ამჭირდება, არ ვყიდულობ. ვაკეთებ მაქსიმალურად მინიმალისტურ შეკვეთას წელს. თქვენც იგივეს გირჩევთ. სწორად შეარჩიეთ პროდუქტები, რომლებიც რეალურად გჭირდებათ და რეალურად გამოიყენებთ. მოდით დავიწყოთ. მე ამ წუთას აქ მათი გერმანული საიტი მაქვს გახსნილი, რომ მე შეკვეთის გაკეთების უფლება მომცეს საიტმა და შევუკვეთო რეალურად პროდუქტები. თქვენ რა თქმა უნდა მიუთითებთ თქვენს რეგიონს, სადაც ხართ და იმის მიხედვით შეარჩევთ პროდუქტებს. მე ევროებში ვშოპინგობ, ის რაც საქართველოში იგზავნება და საქართველოში რა საიტიც იხსნება და სადაც შეგიძლიათ რომ იშოპინგოთ, თქვენ როგორც ვიცი, დოლარებში მოგწევთ პროდუქტების შეძენა. განსაკუთრებულად დიდი სხვაობა არ მგონია იყოს, მაგრამ მაინც. რა თქმა უნდა, ყველა პროდუქტის შესახებ ვერ ვისაუბრებ, საკმაოდ ბევრი პროდუქტი დაუგროვ და ორდინერის განსაკუთრებით შრატების კატეგორიას, რაც აეხება საქმე, მაგრამ წლების განმავლობაში მე მგონი ნელ-ნელა ყველა პროდუქტის შესახებ მაქვს საუბარი, ამიტომ თუ აქ რაღაცა ვერ იპოვეთ ამ ვიდეოში, გასული წლების ვიდეოებსაც გირჩევთ, რომლებიც ვიდეოს ბოლოს იქნება პლეილისტში აუცილებლად დალინკული თქვენთვის. ვიწყებ გამწმენდებით. მათი გამწმენდებიდან მე წელს ჩემთვის არაფერს არ შევარჩევ. მათი სკვალეინის დემაკიაჟის საშუალება არის ყველაზე ძველი პროდუქტი, რომელიც აქვთ, გამომიყენებია, გამიტესტავს. საშუალო სიძლიერის დემაკიაჟის ბალმია, წყალგამძლე მაკიაჟს ვერ ერევა. ცუდი პროდუქტი ნამდვილად არ არის, უბრალოდ მე არ მაქვს ის მომენტი ამ დემაკიაჟის საშუალებაზე, რომ ვაუ, ისე ძალიან მომეწონა, რომ ხელმეორედ შევიძენ, თუნდაც ფასდაკლებაზეც არ არის რაღაცა ისეთი გამწმენდი, რომ აი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა და აი ფასდაკლებას ველოდები, რომ იმისთვის რომ შევიძინო. მაგრამ კარგი ყოველდღიური საშუალო სიძლიერის დემაკიაჟის საშუალება ადამიანებისთვის, რომლებიც თქვათ წარბებს იკეთებთ, ტუშს იყენებთ, ტუჩის პროდუქტს იყენებთ, შეიძლება თინთს ან შეფერილმზისგან დამცავს ან რაღაცა ესეთ პროდუქტებს ყოველდღიურად ისმევთ სახეზე და აი ჩვეულებრივი გამწმენდი ძალიან მსუბუქია, მაგრამ ძალიან ძლიერი დემაკიაჟის ბალმის გამოყენებაც ყოველდღიურად არ გინდათ, თუნდაც იმიტომ რომ უფრო ძვირადღირებული პროდუქტი იყოს. ფასდაკლებაზე ხა ეს 8 ევრო და 39 ცენტი ეღირება 50 მილiliტრიანი შეფუთვა. 150 და 240 მილiliტრიანი შეფუთვებიც აქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ აი ყოველდღიურად რო გამოგადგება ისე, რომ მასე არ ფიქრებ, რომ აი ამ ბალმისთვის შესაფერისი
მაკიაჟი არ მესვა, ეხლა დღეს რა ბალმი გამოვიყენო. რაღაცა ესეთი განსაკუთრებული ბალმების კატეგორიაში არ გამყავს მართალი რო გითხრათ, თან საკმაოდ მარტივი ჩამოსაბანია. ანუ ეს ესეთი პროდუქტია, რომელსაც არ მქონია ეს მომენტი, რომ ვაიმე ეხა რო წყლის ბაზისის ქაფი ან ლოსიონ გამწმენდი მეორე საფეხური არ გამოვიყენო, აი ზეთის ტექსტურა დამრჩა კაც. ეგეთი არაფერი, ამიტომ ესეთი რა მარტივი ყოველდღიური გამოსაყენებელი ბალმია, თუმცა რაღაცა ეგეთი მარტივი მიცელარებით გამწმენდი ახლა მაქვს გახსნილი, დემაკიაჟის ბალმი მაქვს გახსნილი, ამიტომ არ მჭირდება. მათ გამწმენდებს რაც შეეხება, გლუკოსაიტის გამწმენდი იყო მე, რომელიც გავტესტე. თქვენ გამახსოვრებათ, მე არ მახსოვს. ანუ გლაიკოლიპიდებით აქვთ 1 და 1 აქვთ გლუკოსაიდით. არ იყო ცუდი გამწმენდი, საკმაოდ მსუბუქია. ესეთი წყალგამძლე მზისგან დამცავის ან რაღაცა ჩამობანაზე. აი ყოველდღიურად კვირეების და თვეების განმავლობაში მხოლოდ ამ გამწმენს არ ვანდობდი კანს, მართალი რო გითხრათ, რადგან ჩემი კანი კომედონებისკენაა მიდრეკილი და მეორე საფეხურის გამწმენდად არ იყო ცუდი. თუმცა მიხვდებით, რომ აი ამ ფასდაკლებას ორდინერის გამწმენდების გამო არ ველოდები. შემდეგია მათი ტონერების განყოფილება და აქ რასაც აუცილებლად შევუკვეთავდა, ჩავამატებ კალათაში არის მათი გლიკოლის მჟავის, 7%-იანი გლიკოლის მჟავის ამქერცლავი ტონერი. ნახეთ როგორ ზუსტად მომისწრო. ეს არის შარშან ფასდაკლებაზე ნაყიდი პროდუქტი, რომელიც ზუსტად გახსნიდან 12 თვე აქვს, ვარა. ვაუ, ყოჩაღმე. ესა 240 მილiliტრიანი შეფუთვა. როგორც ხედავთ, აი ზუსტად დამთავრდა. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო, შარშან წინაც ესე ფასდაკლებაზე შევუკვეთე და შარშან მერე ზუსტად ნოემბერში ახალი შეფუთვა შევუკვეთე და წელსაც იგივე თემას ვაგრძელებთ. ესე იგი 240 მილiliტრიანი ახლა რაც გაჩვენეთ, მაგ ზომის შეფუთვის შეძენა შემიძლია 10 ევროთ და 70 ცენტად უკვე ფასდაკლებით. ეხლა ორი ახალი ტონერი დაამატეს, სხვათა შორის. ერთი არის multi-active ესენსია, რომელიც რეალურად ტონერის ადგილზე შეგიძლია რომ გამოიყენო. საკმაოდ ისეთი თხელი ტონერის მსგავსი ტექსტურის, ეს უფრო ისეთი კორეული ბაზრის გავლენა არის ორდინერიზე. ეს არის აი სახის გასუფთავების შემდეგ გამოსაყენებელი პროდუქტი, რომელიც შენი აქტიური ინგრედიენტების, აქტიური შრატების, ტონერების, ამპულების ქვეშ, ანუ როგორც პირველი საფეხური ისე შეგიძლია გამოიყენო, რომელიც როგორც ამბობენ, ეხმარება, რომ აქტიურმა ინგრედიენტებმა კიდევ უფრო ღრმად შეაღწიონ სახის კანში, რაც თქვათ ამზადებს კანს თქვენი რუტინისთვის, როგორც დილის, ისე საღამოს რუტინაში. სხვათა შორის არ ჟღერს ცუდად გავტესტავდი, ესენსიები მიყვარს, ნუ კორეული ბაზრიდან გამომდინარე. არ ვიცი ორდინერის როგორ აქვს გაკეთებული, ახლა მე ძალიან კარგი ხარისხის და ძალიან კარგი ფორმულაციის ესენსიებს ვარ კორეული ბრენდებისგან მიჩვეული, ამიტომ სიამოვნებით როგორც reviews იდეით რომ შევადარო, როგორ გააკეთეს ეს პროდუქტი და მაინტერესებდა. იცით რა, ჩავინიშნავ, ჩავაგდებ ამასაც ჩემს კალათაში და მოვიფიქრებ, შევხედავ 100 მილილიტრი, 100 მილiliტრიანი შეფუთვა იქნება 10 ევროთ და 39 ცენტად. არ არის სხვათა შორის ცუდი შემოთავაზება. 100 მილილიტრის იდეა მომწონს ნამდვილად, იმიტომ რომ ესენსია ესეთი თხელი პროდუქტი, ესეთი თემა არის, რომ ცოტა უფრო მეც იყენებ და უფრო მარტივად თავდება. რაც შეეხება მათი სახარომისის ფერმენტირებულ 30%-იან რძის ტონერს, ესეთ რა ცუდი იდეა ესეც არ მგონია, ნუ ესეც ჰიდრატორია, ესეც კანის დასარბილებლად, დასამშვიდებლად, კანის ბარიერისთვის არის, ესე ზელა საღამოს რუტინისთვის არის, ეს კიდევ უფრო ნორმალური მშრალი კანისთვის ძალიან კარგი არჩევანი იქნება, ფერმენტირებული ინგრედიენტები კანის ტონზე და ფერზე არაჩვეულებრივია, ესაა შაქრის მოლეკულები, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგი ჰიდრატორი იქნება კანისთვის. უბრალოდ რამოდენიმე ტონერი მაქვს შერჩეული კორეული ბაზრიდან და ბრენდებიდან, რომლებიც მინდა რომ შავი პარასკევის ფასდაკლებებზე ესტაილზე შევუკვეთო. ეხლაც ანუას ტონერი მაქვს ამ წუთას გახსნილი. ამიტომ ამ მეორე ტონერზე ამ წუთას თავს შევიკავებ, არ მჭირდება ამ წუთას რუტინაში ამდენი ტონერი არ არის საჭირო. ესენსიაზე მოვიფიქრებ, ესენსია კიდევ უფრო ესეთი თემაა, რომ აი reviews და თუნდაც ამ YouTube არხის იდეა რაც არის review-ები, უფრო შემიძლია რომ კარგი შედარება გავაკეთო თქვათ კორეულ ბრენდებთან და კორეულ ესენსიებთან. ტონერს რაც შეეხება ამ წუთას არ ვფიქრობ, რომ ეგ პროდუქტი მჭირდება. თვალის პროდუქტების კატეგორია აქვს კიდე რა თქმა უნდა ცალკე, მათი ნუ წამწამების და წარბის მულტიპეპტიდების შრატი. მე არ ვიყენებ მსგავს პროდუქტებს, არ არის მაინდა-მაინც ჩემთვის ეგ ამბავი, მე ვიცი რომ გენეტიკურად თხელი თმა მაქვს, ღია ფერის თმა მაქვს. ზრდას როცა ეხება საქმის მომენტი არ მაქვს, რომ თქვათ თმა არ მეზრდება, ან ისე მაქვს თქვათ წარბი ამოღებული, რომ რაღაცა ფესვია დაზიანებული და არ ამოდის და ეგრე ესე კანქვეშ დაზიანებულ ფესვს გარედან წასული პეპტიდები მაინც ვერაფერს ვერ უშველის. წამწამებს რაც შეეხება კიდე არ მაქვს ეგ მომენტი, რომ აი წამწამები გავიზარდო. მესმის ეხა ადამიანებს თქვათ როცა ხელოვნურ დაგრძელებას იყენებენ, დაზიანებულია, რაღაცა სხვა მიზეზების გამო დასწვივ და და შემდეგ და ნუ რაღაცა სჭირდებათ.
განსაკუთრებული წამწამების სიხშირე სიგრძე არ მაქვს, მაგრამ მაგაც სისტემაა, რომ აი ძალიან ღია ფერის და ძალიან თხელი თმარი, რასაც პეპტიდი ვერ შეცვლის, გენეტიკური ამბავია. ჭირდება მაკიაჟისთვის და ლუკისთვის და რაღაცა 2 ევროიან ხელოვნურ წამწამებს იწებებ და ეგ არის. მათი მულტიპეპტიდების თვალის რაც შეეხება უაზრო ფასი არის. არ გადავიხდით 15 მილilitrიან პეპტიდების შრატში 21 ევროს. იყიდე სახისთვის პეპტიდების შრატი და თვალის გარშემოც ისმევ. არა, მაგას მირჩევნია, რომ კარგი 30 ან 40 ან 50 მილilitrიანი პეპტიდების შრატი ვიყიდო, რომელსაც თვალს და სახეზე ორივეგან გამოვიყენებ. 15 მილilitrიანი პეპტიდების თვალის შრატი 21 ევროთ. ჩემთვის არ არის, თუ ვინმეს გაინტერესებთ, დარწმუნებული ვარ, რომ ინგრედიენტების სია ძალიან მოგეწონებათ. კარგი პეპტიდების კომპლექსია შეგეთ უბრალოდ ფასი და მოცულობა. არა, არ მჭირდება უბრალოდ სახის შრატი გამოიყენებ თვალების გარშემო. მე მიყვარს მათი კოფეინის ხსნარი, 5%-იანი კოფეინის ხსნარი და პლუს EGCG, ამას ყველა წლის ვიდეოში ვამოფხოლმე და სწრაფად წელსაც გავიმეორებ, რომ ძალიან კარგი შრატია, რომელსაც როგორც წესი თვითონ შავი წრეებისთვის და თვალისთვის უწევენ რეკომენდაციას, მაგრამ ეს 30 მილilitrიანი შეფუთვა არის, ეხა ფასდაკლებაზე 7 евро და 62 ცენტი ეღირება, სახე პლუს თვალი. თელ სახეზე შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ, ძალიან სასიამოვნო შრატია, ძალიან სასიამოვნო გლოუს იძლევა, ძალიან სწრაფად შეიწოვება, წებოვანი ეფექტი არ აქვს და კანის ტონის და ფერის ერთიანობაში მოსაყვანა ძალიან კარგი პროდუქტია. შავ წრეებს რაც შეეხება, უნდა იცოდეთ, საიდან მომდინარეობს ეგ პრობლემა. შეიძლება კოსმეტიკური თემა საერთოდაც არ იყოს, შესაბამისად რაღაც კოსმეტიკური საშუალებით სახლის პირობებში ვერც მოაგვარებთ. შემდეგი კატეგორია არის ექსფოლიაცია, ამქერცლავი საშუალებები, აქედან ორ პროდუქტზე უკვე გესაუბრეთ, ეს გლიკოლის ტონერი, რომელსაც მე ვიყიდი და სახარომისის ფერმენტირებული 30%-იანი ტონერი, ეს ოდნავ ექსფოლიაციასაც აკეთებს, ოღონდ გლიკოლს და სალიცილს დარძემჟავას ვერ შევატარებთ. ძალიან ანუ აი აზელეინის მჟავას რო ოდნავ თითქოს და ექსფოლიაციის ეფექტიც აქვს კანზე, დაახლოებით ეგეთი თემა წარმოიდგინეთ, ძალიან სופოკი. რასაც არასდროს არ ვუწევ რეკომენდაციას და წელსაც არაფერი შეცვლა არის მათი 30%-იანი AHA და 2%-იანი BHA წითელი პილინგი. ვერ ვიტან ამ პროდუქტს, იმიტომ რომ ყველა არასწორად იყენებს. ყველა აჭარბებს გამოყენებას, სახლის პირობებში უჭირს ყველას რეალურად დაარეგულიროს, როგორ უნდა გამოიყენონ ეს პროდუქტი და უფრო მეტი ცუდი შედეგი მოაქვს მერეკანისთვის, ვიდრე დადებითი და კარგი. მე მახსოვს კორონას პერიოდში, კარანტინის პერიოდში ყველა სკინქიაზე რო გაგიჟდა და გადაირია, თინეიჯერები TikTok-ზე გადამწვარი სახით ნიღბით რო იწყდნენ კამერასთან, იმიტომ რომ ვერ იხსნიდნენ იღავს სახე ისეთ დღეში ჰქონდათ ამ წითელი ნიღბით რო პილინგ ნიღბით რო ეძინათ და მოკეთ. შემიძლია წარმოვიდგინო ის ამბავი, რომ კარგი ეფექტი მომცა და კარგი შედეგი მომცა და კარგი პროდუქტია და ბრენდის ბრალი არ არის, რომ ბევრი არასწორად იყენებს. მესმის 100%-ით, მაგრამ საერთო ჯამში მაინც ბრენდის პასუხისმგებლობაა, რომ აქვთ რეცეპტის გარეშე ბაზარზე მსგავსი პროდუქტი. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ინსტრუქცია და როგორ გამოიყენო და ასე შემდეგ ყველაფერი, მაგრამ საზოგადოების ზოგადი განათლების დონე იცით ხო როგორიც არის, ასე რომ არ უნდა გაგვიკვირკვევდეს ეს გადამწვარი სახეები. მე ვფიქრობ, რომ ამ პროდუქტს ცუდი უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე კარგი, მაშინ როცა უამრავი არაჩვეულებრივი პილინგ საშუალება არის ბაზარზე, რომელიც უფრო მსუბუქია ამ პროდუქტთან შედარებით, უფრო უსაფრთხოა, უფრო მარტივი გამოსაყენებელია, დამწყებთათვის უფრო იოლია, ყოველდღიური რუტინისთვის უფრო სახლის პირობებში უფრო იოლია, ამ არასაჭირო ზემიტი რისკის გარეშე. არავის არ სჭირდება 30%-იანი AH მჟავების პილინგი სახლში. არავის არ სჭირდება. ესაა პროცედურა, რომელსაც პროფესიონალი კოსმეტოლოგები სალონებში აკეთებენ. აი, არავის არ სჭირდება ეს პროდუქტი სახლში. არავის არ აქვს კანზე იმდენი მკვდარი უჯრედი ბოლო 6 წლის განმავლობაში გამოქვაბულში თუ არ გიცხოვრია, რომ 30%-იანი AHA გჭირდებოდეს სახიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორება. კარგით რა, აი არავის უბრალოდ სარეცხი საპნით რო ივანდეს სახეს. კვირაში ერთხელ შენს კი არ გექნება სახეზე იმდენი მკვდარი უჯრედი, რომ 30%-იანი AHA გჭირდებოდეს. ჩემთვის არ არის და მე ამ არხზე ხმამაღლა ესე საჯაროდ, როცა ვიცი, რომ როგორი უყურადღებოები არიან ადამიანები, ასოს არ გავუწევ ამ პროდუქტს რეკომენდაციას. პროდუქტი ახალი, რომელიც ახლა დაამატეს და ამასაც ჩაემატა იმ კატეგორიას, რომელსაც არასდროს არ გავუწევ რეკომენდაციას, ეს ამათი PHA-ის 5%-იანი ამქერცლავი კუჩის შრატი. კუჩის კანის ამქერცლავი შრატი. 15 მილilitrიანი, ეხა ფასდაკლებაზე 7 евро და 55 ცენტი ეღირება. ეს არის მარკეტინგი. ეს არის არასაჭირო პროდუქტი, როგორ გავხადოთ საჭირო. როგორ ჩავამატოთ თავის მოვლის რუტინაში კიდევ ერთი საფეხური, რომ მომხმარებელმა რაც შეიძლება მეტი პროდუქტი იყიდოს. მაშინ როცა საერთოდ არაფერ შეაგჭირ. პროდუქტი, რომელთაც სახის კანს ისუფთავებ, იმას აშევ ასევე ტუჩზე და ტუჩზე მკვდარ უჯრედებსაც იშორებ ემით. ეს არის აი რითი გავზარდოთ, იმიტომ რომ ყველაფერი გვაქვს ხო?
სახის გამწმენდიდან დაწყებული, მზისგან დამცავით და მაკიაჟი და ყველაფერი გვაქვს, ყველა საფეხური შევქმნით. ტონერი ესენციალ გავყავით, შრატი და ამპულები ცალკე გამოვყავით, დამატენიანებელი მკვებავი, ლოსიონი, თვალი, სახე, ცხვირი, ნიკაპი. აი რა კიდე რა შეიძლება რომ ვიყიდოთ, რა შეიძლება რომ ვუთხრათ მომხმარებელს, რა იხა ეს გჭირდება. ტუჩი, ტუჩზე ბალმი გვაქვს. გლოსი გვაქვს, ზეთი გვაქვს, რაღაცა გვაკლია. კიდე შეიძლება რომ მოვინდომოთ და ვუთხრათ მომხმარებელს, რომ აი ტუჩისთვის ესეც იყიდა. მოიფიქრა ორდინერი. ნიჭიერები არიან. ვინც იცით ორდინერის ისტორია, იცით რომ ძალიან ნიჭიერები არიან. ხო და არ გავუძლიrdათ. ის მაინც უნდა ვთქვა, რომ ეხა არ ვიცი, შარლოტას რო გამოეტანა ეს პროდუქტი ბაზარზე, 5 ჯერ უფრო ძვირი ეღირებოდა, ამათან 7 ევრო მაინც ღირს თან ტუჩზე 15 მილiliტრიანი ალბათ გახსნიდან ვადასანამ არ დაუმთავრდება. იქამდე გეყოფათ, მაგრამ არანაირად საჭირო პროდუქტია. თვალის კრემი უფრო საჭიროა ვიდრე ეს. ოკეი, შემდეგი ასევე ექსფოლიატორებს ხო, ამ ქერცლავი პროდუქტების კატეგორიაში აქვთ მათი აზელეინის მჟავის სუსპენზია. არ გახანია აღარ მქონია მათი აზელეინის მჟავა. შევიძინო, ფიქრობ თუ ინქელისტის მოსაკლებას აველოდო და მათი აზელეინი ცოტათი 1-2 პუნქტით. 1-2 ქულით უფრო მეტად მომწონს ვიდრე ამათი სუსპენზია და ეს რა მოვიფიქრებ, შევხედავ სხვა კატეგორიებში კიდე რა სხვა პროდუქტების შეძენას გადავწყვეტ და იმის მიხედვით ან ჩავამატებ აზელეინს ან არა, მაგრამ ისე თუ გინდათ აზელეინი და გინდათ რომ ჩაამატოთ თქვენს თავისუფლების რუტინაში, არაჩვეულებრივი ეფექტის პროდუქტია იმ მხრივ, რომ არ არის ესე იგივე 10%-იანი აზელეინი ფორმულაციის მხრივ ეფექტური იყოს, იმიტომ რომ გვაქვს 15 და 20%-იანი აზელეინის მჟავები, რომლებიც რეცეპტით იყიდება, როცა რეალურად გჭირდება ეგზემაზე და რეალურ სიწითლეებზე და ასე შემდეგ, რეცეპტით ძალიან კარგ შედეგს იძლევა ეს პროდუქტი და 10%-იანი რა თქმა უნდა კოსმეტიკური პროდუქტი რეცეპტის გაშეთ, იმასთან შედარებით ცოტა იჩაგრება, მაგრამ თუ კი რომელიმე 10%-იანი აზელეინის მჟავა ბაზარზე კარგად აკეთებს თავის საქმეს, in case-აც, მაგრამ ორდინერის აზელეინი ერთ-ერთი მათგანია. ყოველ შემთხვევაში ჩემი პირადი გამოცდილებით. შემიძლია წარმოვიდგინო, ყველასთვის ერთი და იგივე შედეგი არ აქვს. გასაგებია. მე პირადი გამოცდილი ერთი კანი მაქვს და ჩემი პირადი გამოცდილებით შემიძლია ეგრე გითხრათ. სუსპენზიას რაც შეეხება, სუსპენზია მაინდამაინც ჩემი ფავორიტი ტექსტურა არ არის მშრალ კანზე. აქედან გამომდინარე, in case აზელეინი ცოტა უფრო მეტად მომწონს, იმიტომ რომ მას შრატის სასიამოვნო ტექსტურა აქვს და ჩემს მშრალ კანს უფრო მოსწონს. მაგრამ მოვიფიქრებ. აზელეინს მე მიყვარს ძალიან აზელეინის მჟავი, ჩემს კანს უყვარს ძალიან. აკნეს შემდგომი ლაქებისთვის ყოველთვის ხშირად. ხშირად მადგება და ეხმარება ჩემს კანზე. აკნეს შემდგომი ლაქების ალაგებას უფრო სწრაფად. სხვა ექსფოლიატორებს რაც შეეხებათ, სალიცილის მჟავა შრატის ფორმით, ვისაც კომბოცხიმიანი პრობლემური კანი გაქვთ, გამოგადგებათ, მე ამ წუთას არ მჭირდება სალიცილი. მართალი რო გითხრათ, ნუშის მჟავას და რძე მჟავას რაც შეეხება, რადგან გლიკოლი მაქვს ეხა და უყვარს ძალიან ჩემს კანს გლიკოლი და 240 მილilitrიან შეგვიძლია შევიძენ. დანარჩენი მჟავების ადგილს ვეღარ ხედავ ეხა ჩემს რუტინაში, მართალი რო გითხრათ. კი რა თქმა უნდა შეიძლება რომ შეანაცვლო ერთმანეთს ცოტა რაღაც დღეები რძე მჟავა, რაღაც დღეები გლიკოლის მჟავა, მაგრამ არ ვიცი, როცა გლიკოლი ყველაზე ძლიერია ახლა ამათ შორის სალიცილისგან განსხვავებით, თუ რძე მჟავას და ნუშის მჟავას შევადარებთ, გლიკოლი ყველაზე ძლიერია და რადგან ის უკვე მაქვს, ესე თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ და გიჭირთ ამ ქერცლავი პროდუქტების შერჩევა, განსაკუთრებით მშრალი ასაკოვანი კანისთვის. კანის ტონისთვის, ფერისთვის, მკვდარი უჯრედების მსუბუქად მოსაშორებლად, რძე მჟავა ნამდვილად ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია. უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ რძე მჟავის შესახებ. რძე მჟავას აქვს ძალიან ბევრი კარგი თვისება და ეფექტი, განსაკუთრებით ასაკოვანი კანისთვის. 5%-იანი საკმაოდ მსუბუქი, ანუ თქვენ უკეთ იცით რამდენად მგრძნობიარე კანი გაქვთ. მაგრამ თუ უკვე იყენებთ ამ ქერცლავ საშუალებებს და სხვა ბრენდების სხვა ექსფოლიატორები უკვე გაგიტესტავთ და იცით რომ თქვენი კანი განსაკუთრებულად მგრძნობიარე არ არის, პირდაპირ 10%-იანს გირჩევთ ორივე აქვს 5-იანს და 10-იანს, პირდაპირ 10%-იანს გირჩევთ 8 ევროდ 30 მილilitrიანი შეფუთვა ძალიან კარგი შემოთავაზება. მე მიყვარს ძალიან რძე მჟავა, უბრალოდ გლიკოლი იმდენად კარგ შედეგს და ეფექტს მაძლევს კანზე, რომ რაღაცა ძალიან დავრჩი გლიკოლთან და ის რაც კარგად მუშაობს კანზე, არ მინდა რომ შევცვალო. ნიღბებში დამატებული აქვთ ახალი გოგირდის პუდრ კრემ კონცენტრატი აქვთ, ადგილობრივად გამოსაყენებლად გამონაყარზე. მე ამ წუთას მაქვს by Wish Trend, კორეული ბრენდის გოგირდის კრემი, რომელიც ჩვენს გვაქვს ჩვენს ონლაინ შოპში და მეც შევიძინე გამონაყარზე გამოსაყენებლად, ადგილობრივი თერაპიისთვის, სხვა შორის ბოლო ჰორმონალურ გამონაყარზე ოქტომბერში ძალიან მომიხდა, ძალიან კარგად გამოვიყენე. აი აქ ტუჩთან მქონდა განსაკუთრებით გამომხტარი ესეთ რაღაც, ანუ იწყებდა რომ გამოსულიყო და დაჭირკებულიყო, მაგრამ არ მივიდა მაგამდე საქმე.
ძალიან მომეხმარა ეს გოგირდი, ოღონდ 3-4 დღის განმავლობაში იქ გადამულად არ ჩამიგდი არც ერთი საღამო, საკმაოდ ისეთი ცოტა მოსქელო ფენით ვისმევდი გამრავლებას. სუნი აქვს საშინელი გოგირდის, ახლა არ გაგიკვირდებათ. ამიტომ ბევრის ფავორიტი არ არის და სოციალურ მედიაში მაინც ტრენდული ინგრედიენტი არ არის, იმიტომ რომ ესეც სასიამოვნო გამოსაყენებელი არ არის. მაგრამ აკნეზე, ანუ მიეხმარა ძალიან რო არ დაჩირქებულიყო და არ გარასულიყო. აკნე მაგისთვის ძალიან კარგი იყო, სხვათა შორის ეს გოგირდის კრემი შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ორდინარის გოგირდიც მით უმეტეს 10%-იანი შემცველობით მაგ კარგი იქნება. როგორც თვითონ ამბობენ, პუდრის ფორმით, იმიტომ გააკეთეს, რომ სუნმა ნაკლებად შეგაწუხოს. შემიძლია წარმოვიდგინო, რომ პუდრას ნაკლები სუნი აქვს, ვიდრე კრემს. ნუ საღამოს რუტინაში იყენებ, მე ცოტა ადრე ვისმევ ხოლმე დაძინებამდე, რომ მე ბალიშს და სასოს ყველაფერს გოგირდის სუნი არ ასდიოდეს ეს 3-4 საათით ადრე. როცა ვიცი რომ გოგირდი უნდა წავისვა, იმ საღამოს ადრიანად ვიწყებ ხოლმე რუტინას, არ გადშეშრეს სახე, სანამ ბალიშზე თავს დავდებ, მაგრამ რა ვიცი, ჩემთვის ეფექტური იყო. ეხლა ყველას კანზე ერთ იგივე შედეგი არ აქვს, რა თქმა უნდა, ინგრედიენტებს ვიღაცას სალიცილი აძლევს აკნეზე კარგ შედეგს, ვიღაცას თიხის ნიღბები ზოგს რა. მე გოგირდი სხვათა შორის მომეწონა კარგად მოუხდა ჩემს ნიკაპზე გამონაყარს. მეორე რა, ამას ნიღაბს არ დავარქმევდი. ვერ გეტყვით რატო აქვთ ნიღაბების კატეგორიაში, მაგრამ ოკეი, ანუ სალიცილის მჟავის ნიღაბი, მათი 2%-იანი სალიცილის მჟავის ნიღაბი. შარშანაც ვიყიდე, შარშანწინაც ვიყიდე. ეს პროდუქტი მიყვარს. მე ესეც სახის დასწავლებელი ფორმით სალიცილი თითქმის არასდროს არ მაქვს, იმიტომ რომ თვითად გლიკოლის მომხმარებელი ვარ, აქტიური მომხმარებელი. შესაბამისად სალიცილი არ მაქვს, იმიტომ რომ ნოცდი აქტიური აკნედ გამონაყარი არ მაქვს სახეზე და განსაკუთრებულად შავი წერტილები და რაღაცებიც არ, ნუ ცხვირზე რა თქმა უნდა. ფორები ყველას გვაქვს ნებისმიერ ადამიანს. შესაბამისად ნუ ცხვირზე უფრო მაქვს ხოლმე ეგ მომენტი, რომ მჭირდება რაღაცა და მაგისთვის მქონდა ხოლმე ეს სალიცილის ნიღაბი. 50 მილiliტრიანი შეფუთვა ეხლა ფასტაკლებაზე 11.70 ცენტი ეღირება. ეს გაუწვირებია ცოტა შორის უფრო კიდევ უფრო ბიუჯეტური იყო. ეხლა ამ წუთას მიქსონის თიხის ნიღაბი მაქვს გახსნილი. შუამდეც არა ვარ ჯერ ჩასული. ამიტომ ეხლა მეორე ნიღაბის დამატება ამ წუთას არ მჭირდება. ნუ რა თქმა უნდა სალიცილი უფრო ძლიერია ვიდრე თიხა, მაგრამ აი ჩემს ფორებს და კანს რაც სჭირდება, მაგაზე თიხაც საკმაოდ კარგად მუშაობს სხვათა შორის. ერთიან ტექსტურას აძლევს კანს, აი თუ გრძნობს გაუხეშებულ კანს, კარგი ეფექტს იძლევა სხვათა შორის ეს მიქსონის თიხის ნიღაბი მაგ მხრივ მომწონს, თან ესეთი უხეში პროდუქტი არ არის, რომ კანი გამოგიშროს, ამიტომ შრალ კანზე ძალიან სასიამოვნო გამოსაყენებელია. ამიტომ სანამ ის მაქვს, ეხლა ეს კიდე თვეების განმავლობაში მექნება, იმიტომ რომ კვირაში ერთხელ არის მაქსიმუმ, ხან-ხან ეგეც მიზარება და მავიწყდება და მაგის დროც არ მაქვს. ამიტომ ეხლა კიდე ერთი ნიღბის დადება თაროზე. წელს არ შევუკვეთავ სალიცილის მჟავს. ისე ვისაც გაქვთ ნიღბების გამოყენების დრო და ფორების პრობლემა და ცხვირზე განსაკუთრებით, ახშირი შავი ფერი აქვს ამ ნიღაბს. არაჩვეულებრივი ნიღაბია პრობლემურ კანზე გამოსაყენებლად ნამდვილად. ოკეი, მათ შრატების კატეგორიას რაც შეეხება, ეს არის ყველაზე დიდი კატეგორია, რაც აქვს ორდინარის. შრატებს სხვათა შორის ის პროდუქტები, რომელთაც დაიწყო ორდინარი თავიდანვე და თავიდანვე რამდენია არ მახსოვს 15-16 შრატით გამოვიდნენ ბაზარზე. ყველაზე ნამდვილად ვერ გესაუბრებით, მაგრამ ყველაზე ცნობილია ალბათ არის მათი 10%-იანი ნიაცინამიდის და თუთის 10%-იანი თუთის შრატი, რომელიც ცხიმების კონტროლისთვის, ტექსტურაზე, პრობლემურ კანზე ნუ 10%-იანი ნიაცინამიდს ვიცნობთ, რომ არაჩვეულებრივია მაგ მხრივ, კანის ბარიერისთვის ძალიან კარგი ინგრედიენტია, ანტიათებითი თვისებებიც აქვს ნიაცინამიდს, ამიტომ აქტიურ აკნეზე გამოსაყენებლადაც ძალიან კარგი იდეა. 30 მილiliტრიანი შეფუთვა უკვე 4 ევრო და 72 ცენტი ეღირება ეხლა ფასტაკლებაზე, ვისაც გაქვთ ის მომენტი, რომ ნიაცინამიდი ვიცი რომ კარგ შედეგს მაძლევს, ნამდვილად ღირს. ოდნავ უფრო წერპოვანი ტექსტურის არის, 10%-იანი ნიაცინამიდს ეგ ხშირად ემართება ხოლმე, მხოლოდ ორდინარის თემა არ არის, თუმცა ეხლა თუთია შენი ჩამატებული. ამიტომ ეგ გაითვალისწინეთ. ნუ ზოგი ვერს გრძნობს, ზოგს ძალიან აწუხებს, რა ვიცი. გრძნობელობას გააჩნია ალბათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აი ძალიან ესეთი სასიამოვნო ტექსტურის, რა ვიცი, სენტელას შრატი რო არის ფუმფულა და რო დნება კანზე, თლად ეგეთი ტექსტურის შრატიც არ არის. ეგეც მაინც უნდა ვთქვათ, ეგეც გაითვალისწინეთ. ნუ რასაც ალბათ არც გირჩევთ და არც მე არ ვიყიდი არის მათი ჰიალურონის მჟავის შრატი. გახსოვთ ეს ადრე რა პოპულარული იყო, იმიტომ რომ ჰიალურონის მჟავა იყო ახალი და უცხო და საინტერესო და ახლა ყველაფერში ჰიალურონია. ჰაერს რომელსაც ვსუნთქავთ, მაშიც კი ამიტომ ცალკე ჰიალურონის შრატი არ გჭირდებათ. გადმოაბრუნეთ ნებისმიერ პროდუქტი და წაიგითხეთ ინგრედიენტების სია, რომლებიც სახში გიდევთ. გამწვენდიდან დაწყებული, მზისგან დამცავით დამთავრებული, ტონალურზეც გადადით თუ კიდე ყველაფერში ჰიალურონის მჟავა, ყველაფერში. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ეხა 7 ევრო, 7.50 ეღირება, ცალკე უნდა შეიძინოთ. პეპტიდების შრატებს რაც შეეხება, მათი პეპტიდების შრატებს
იცით როგორი თემა არის? სხვადასხვა პეპტიდები აქვთ. მიაქციეთ ყურადღება თქვენ რომელი პეპტიდი გჭირდებათ და კონკრეტულად რისთვის ყიდულობთ. აი მაგალითად, მულტიპეპტიდების და სპილენძის პეპტიდების შრაც როცა ეხება საქმე, არაჩვეულებრივი შრატი არის, მაგრამ ცოტა უფრო პრობლემური და მოსაფრთხილებელი გამოსაყენებლად, ვიდრე სხვა პეპტიდების შრატი ორდინერისთან ან ნებისმიერ სხვა ბრენდთან, იმიტომ რომ როცა სპილენძის ანუ ქუფა პეპტიდები როცა რაღაც წერია ეხება საქმე, ეს არის როგორი პეპტიდები იცით, რომ აი მჟავებს როცა ეხება საქმე, იოლად არ ხვევს pH ბალანსს. აი მაგალითად, ასკორბინის მჟავასთან ერთად არ გამოიყენება ეს პროდუქტი, იმიტომ რომ C ვიტამინის სტაბილურობაზე შევა პრობლემები შევქმნათ, განსაკუთრებით C ვიტამინს, რომელიც პიპეტის შეფუთვით მოდის. ანუ ცოტა ისეთი მოსაფრთხილებელია, ინსტრუქცია კარგად უნდა წაიკითხოთ, რასთან ერთად შეიძლება გამოყენება, რასთან. ეს არის სხვათა შორის პროდუქტი, რომელმაც თავის დროზე მაშინ ეს ცნობილი მითი დაიწყო, რომ პეპტიდების და C ვიტამინის ერთად გამოყენება არ შეიძლება რუტინაში ზუსტად ამ პროდუქტის ბრალია. იმიტომ რომ სპილენძის პეპტიდების გამოყენება არ შეიძლება ერთად დაორდინებრო დაწერა, რომ ეს C ვიტამინთან ერთად არ გამოიყენებო. აი იმ დღიდან მოყოლებული ვიბრძვით იმ მითის დასამსხვრევად, რომ პეპტიდების და C ვიტამინის ერთად გამოყენება არ შეიძლება, მაშინ როცა სპილენძის პეპტიდებს ეხება საქმე, და ეს ცოტა უფრო ისეთი პრეტენზიული პეპტიდებია. მაშინ როცა მაგალითად მატრიქსელის შრატი აქვთ, რომელიც ძალიან უპრობლემო არის ჰიალურონის მჟავასთან ერთად, ეს აი ესეთი ჰიდრატორი შრატი არის, რომელიც აი დილა საღამოს რუტინაში თავისუფლად შეგიძლიათ და ჩართოთ და გამოიყენოთ. აი დამატებითი ჰიდრაციისთვის, დატენიანებისთვის, რაღაც ექსტრა საფეხური თქვენ დამატენიანებლის ქვეშ, თუნდაც ახლა ცივი სეზონისთვის, კარგი შემოთავაზება იქნება, არგილინიც იგივე თემა არის, ანუ სხვადასხვა პეპტიდები აქვთ გაყოფილი სხვადასხვა შრატებში. ძალიან არ დაიბნიოთ თავი მაგაზე, იმიტომ რომ ის ვიცოდეთ სპილენძის პეპტიდებს სადაც უნდა მოვერიდოთ, დანარჩენ პეპტიდებს რაც შეეხება. თემა არის, რაც უფრო მეტი პეპტიდის ჯაჭვი გაქვს, ეს ამინოასიდები, ამინომჟავები, რომლებიც ჯაჭვებს ქმნიან და რაც უფრო მეტი ჯაჭვი გაქვს, უფრო მეტ პეპტიდს იღებს და რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურია და უფრო სხვადასხვა ფენაზე, ფენებში, შრეებში ატენიანებს სკანს და აღწევს და უფრო ეფექტურია, შესაბამისად, ფასიც უფრო იზრდება. ჰიდრაცია, კანის ბარიერი, მაინც აქ ვრჩებით. კოლაგენის წარმოება და 10 წლით გაახალგაზრდავთ. ეგ რაღაცები დაივიწყეთ, როცა პეპტიდებზე ვსაუბრობთ. ამიტომ, ეხლა რამდენად შორს წახვალთ და რამდენად უფრო ძვირიან პეპტიდების კომპლექსი იყიდეთ, ეგ ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვეტოს. სული ინგრედიენტები არ არიან, პირიქით, დარწმუნებული ვარ ძალიან ისიამოვნებთ ამ შრატების გამოყენებით და თქვენსგან ძალიან მოწონთ. ეხლა სიცივეში და ცივ სეზონზე განსაკუთრებით, კანი თუ გექერცლებათ და გიღიზიანდებათ და ქავილი გეწყებათ და გიშრებათ, არაჩვეულებრივი დანამატი იქნება თქვენს თავისმოყრის რუტინაში, მაგრამ იმის იმედი არ გქონდეთ, რომ ეხლა 15 წელიწადს მოვაკლებთ. რაც შეეხება კიდე დიდ კატეგორიას შრატებში, რაც აქვს, ორდინერის არის მათი C ვიტამინების შრატები. მე არ ვყიდულობ ორდინერისთან C ვიტამინს. ველოდები, რომ შეფუთვას შეცვლიან, ფამფის დასახურით გააკეთებენ C ვიტამინს, ასკორბინის მჟავას. ალბათ 12%-იანი იქნება ჩემთვის იდეალური. გლუკოსაიდი გამიტესტავს, ანუ შაქროვანი ფორმა, ასკორბინულ გლუკოსაიდი, შაქროვანი ფორმა C ვიტამინის, ძალიან სასიამოვნო გლოუ აქვს, ცოტა წებოვანება აქვს, ნუ შაქროვანი ფორმა არის C ვიტამინს, არ უნდა გაგვიკვირდეს. ანის ტონის ერთ გამოსაცოცხლებლად ერთიანობაში მოსაყვანად არ არის ცუდი. ანტიოქსიდანტურ თვისებებს რაც შეეხება, ანტიასაკობრივ თვისებებს რაც შეეხება, იქ მაინც ასკორბინის მჟავა გჭირდება ჩემი აზრით. თუ თანხის ინვესტირებას აკეთებ, მაშინ მაგ მხრივ მაგ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ცოტა მეც გახდა ასკორბინის მჟავის შეძენა არის ჭკვიანური თქო ვიტყოდი. ამიტომ ორდინერისთან მაგ მხრივ განსაკუთრებული შემოთავაზებები არ არის. ხვნილი აქვს C ვიტამინის, მე ხა სახლში ქიმიკოსობას არ ვაპირებ. არ მჭირდება ყოველ საღამოს თუ ყოველ დილით, ეხა აიღე C ვიტამინის ფხვნილი, ეს შრატი თუ ეს წყალითაც რაღაცა ჩაამატე, მოზილე, ზედმეტი ხო არ მოგივიდა, გუში რო სიძლიერისაც გამოიყენე, დღესაც იმ სიძლიერის იყენებ, ხო ყველაფერი სწორად გააკეთე, ხელზე რაღაცა ხო არ იყო სხვა პროდუქტი დარჩენილი, pH ბალანსი ხო არ და რეთინოლებს რაც შეეხებათ, უშუალოდ სუფთა რეთინოლები რაც აქვს, ქვალეინის Z-ში რეთინოლები, ამათ ყოველთვის დამწყებთათვის უწევ ხოლმე რეკომენდაციას, განსაკუთრებით ნომთელ 2-თან, ნომთელ 5-ს. ადამიანები, რომლებიც ახლა პირველად საერთოდ 20-იან წლებში მაგალითად პირველად რთავენ რეთინოლს თავის მოვლის რუტინაში, ბიუჯეტური დამწყებთათვის კარგი, გასატესტად, ჩასართულად რეთინოლის თავის მოვლის რუტინაში. კარგი პროდუქტებია მაგ მხრივ ძალიან, შემდეგ თქო და 1%-იანიც აქვთ, კიდევ უფრო ძლიერი, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ Z-შია, Z-ოვანია, სახელი გეუბნებათ, რომ სქვალეინის Z-ში არის ეს რეთინოლი, ამიტომ ბევრს, ვისაც ცხიმიანიგანი აქვს, არ მოსწონს სამწუხაროდ. რაც შეეხება მათ გრანაქტიურ რეთინოიდებს, უნდა გაითვალისწინოთ, რომ 5% გრანაქტიურ რეთინოლი რო აწერია
ჩამოდიხარ 0.5% სუფთა რეთინოლზე, ანუ ცოტა რთულია ასე ერთ-ერთი ამათი გადაყვანა. ფორმულად წესებები რამეა დამოკიდებული. ამიტომ ამ რაღაცების გადაყვანა გამოყვანის ამბავზეც, როცა რეთინოლს ეხება საქმე, ხა რეთინოლზე და რეთინოიდზე და რაღაცაზე კიდე მესმის, მაგრამ არ ვიცი, მე არა ვარ გრანაქტივ რეთინოიდების მაინდა-მაინც მომხმარებელი არ ყოფილვარ არასდროს და ეხა ისედაც რეთინოლზე ვარ გადასული და ეგ პროდუქტები ჩემთვის უკვე ძალიან მსუბუქია, ამიტომ გრანაქტივ რეთინოიდების სისტემა არის, რომ ტექსტურა შეიძლება უფრო მეც მოეწონოს, იმიტომ რომ უფრო შრატის ტექსტურა აქვს, უფრო მსუბუქი, ზეთისგან განსხვავებით, ვისთვისაც ზეთი არ არის, მაგ შემთხვევაში გრანაქტივ რეთინოლს გავუწევდი რეკომენდაციას დამწყებთათვის, მგრძნობიარე კანზე, საშუალო, მსუბუქი სიძლიერის რეთინოლებისთვის. არ არის ცუდი შემოთავაზება, მე რასაც აუცილებლად დავამატებ კალათაში და აუცილებლად შევიძენ, არის მათი რეთინალის 0.2%-იანი რეთინალის ემულსია, რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ 15 მილilitrიანი შეფუთვით მოდის, 13 ევრო და 78 ცენტი ეღირება. ეს კიდე გააწვირეს შარშანდელთან შედარებით. 17.90 წერია რეგულარული ფასი და ეხა ფასდაკლებაზე 13.80. ნუ საინტერესო. მე მგონი კიდე გააწვირეს, მაგრამ მე ეხა ამ სიძლიერეზე ვარ ამ წუთას რეთინალზე. რეთინალი ერთი საფეხურით უფრო ზემოთ არის რეთინოლთან შედარებით, იმ მხრივ, რომ რეთინოიკის მჟავასთან უფრო ახლოს დგას. ერთსაფეხურიანი პროცესია კანში საჭიროებისთვის, რომ აქტიური რეთინოიკის მჟავის ფორმა მიიღოს, რაც მისთვის გვინდა, რომ კოლაგენის წარმოება შეუწყოს სახის კანში ხელი. არ არის მომენტი, რომ რეთინოლი ეფექტური იქნება, აუცილებლად იქნება. თემა არის, რომ უნდა დარჩეთ პროდუქტთან და გააგრძელოთ გამოყენება. ერთი შეფუთვა დავცალე და გავწყვიტე და 2 წლის მერე ისევ მივუბრუნე. ეგრე არაფერი არ ფუნქციონირებს. ეგრე სკინკეა კი არა, არაფერ ცხოვრებაში არაფერი არ ფუნქციონირებს ეგრე. შვაგზაზე მიტოვებული. ამიტომ აუცილებლად უნდა მივყვეთ პროდუქტების გამოყენებას. რეთინოლის დარწმუნებული ვარ ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ. თუ რეთინალზე გადასვლა არ შეგიძლიათ, მაგის გამო თავი არ დაისტრესოთ, უბრალოდ უნდა მივყვეთ. რეთინალიც ეგრეა, რეთინალზე შედეგს დანახვა თუ გინდა, მაგასაც უნდა მივყვეთ. მე მეორე შეფუთვა რო დავცალე ამ პროდუქტის, მესამე შეფუთვაზე ვარ, ვალ. ამის მეორე შეფუთვა რო დავცალე, მაშინ კიდე უფრო უკეთესი შედეგი მქონდა, ვიდრე პირველად. პირველად თან ცოტა ის მომენტი მქონდა, ვაიმე რა პატარა შეფუთვა. ყოველ გამოყენებაზე დამთავრდა? არის კიდე რამე ზეთებს რაც შეეხება. მე ამ წუთას არა ვარ იმ მომენტში და იმ ეტაპზე, რომ ზეთებს ვიყენებდე. რაღაცა პერიოდი ვიყავი. მე რაღაცა პერიოდი შევწყვიტე. არ ვიცი, ვერ გეტყვით ხა, აი, გადამიყვარდა ზეთები თქვა რა, მაინდა-მაინც ეხა, მაინდა-მაინც სიყვარულს არ დავაბრალებ მაგრამ არ ვიცი, რატომღაც ამ წუთას ისე ვარ, რომ ზეთებს არ ვიყენებ, მაგრამ თუ გინდათ რომ გამოიყენოთ და ჩართოთ ეხა განსაკუთრებით ცივ სეზონზე ზეთი თავის განის მოვლის რუტინაში, ორიგინალი ზეთებს ნამდვილად შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია, ველური ვარდის ზეთი მათი არის ძალიან კარგი, ფერმენტირებული ვერსია აქვთ, ეხა მაგისი ცოტა ოდნავ უფრო ძვირი, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ კიდევ უფრო უკეთესი იქნება. თითო წვეთი თქვენს დამატენიანებელში, ან დამატენიანებლის ზემოდან, ან ამას რა ქვია, ნუნებისთვის, ან სხეულის ლოსიონში ჩასამატებლად, სხეულზე თუ სიმშრალე გაქვთ ქუსლზე, მუხლის თავებზე, იდაყვებზე, ზეთი ზამთარში სხვათა შორის არ არის ცუდი იდეა და ორდინალის ძალიან კარგი ზეთები აქვს, ძალიან კარგი ხარისხის ზეთები აქვთ. დამატენიანებლებს რაც შეეხება, ჩემთვის არ არიან მაინდა-მაინც ორდინალის დამატენიანებლები, ესენც მაქვს გადასტილი. ეხლა დაამატეს 2 ფიტოკერამიდებით და ბეტა-გლუკაინით. რაღაცა რამდენიმე კარგი დამატენიანებელი მაქვს კორეული ბაზრიდან ჩანიშნული, რომელიც ფასდაკლებაზე მოვიყიდო. ამიტომ ორდინარისთან ბოდიში ისე ძლიერი სქელი დამატენიანებლები არ არიან, გაითვალისწინეთ. უფრო საშუალო სისქის ტექსტურის დამატენიანებლები არიან, თუ ძლიერად გამომშრალი კანი გაქვთ და განსაკუთრებულად გიშრებათ ეხა ამ სეზონზე ეგზემა და აქერცვა და ასე შემდეგ. ეგეთი ძლიერი დამატენიანებელი, ეგეთი აი ბარიერის კრემს და მკვევავს, რასაც ეძახიან ქართულად, რაც რეალურად დამატენიანებელი, უბრალოდ უფრო რიჩ ტექსტურის დამატენიანებელი. ანუ ეგეთი დამატენიანებლები არ არიან, ეგ გაითვალისწინეთ, უფრო საშუალო სისქის, საშუალო სიძლიერის, ასე ვთქვათ, კრემები არიან. ნორმალური მშრალი კომბინირებული კანისთვის კარგი არჩევანი აქვთ. ძლიერად მშრალი ან ძლიერად ცხიმიანი კანისთვის ისე რა. მზისგან დამცავს რაც შეეხება მათს, ეს არის შრატის მზისგან დამცავი, ფამფის დავსახურით, 60 მილilitrიანი შეფუთვა, ეხა ფასდაკლებაზე 15 ევრო და 32 ცენტი ეღირება. ეხა ვფიქრობ მაგ თემას, არ ვიცი მართალი რო გითხრათ, რაღაცა განსაკუთრებულად კარგი შეფასებები სამწუხაროდ არ მომისმენია მზისგან დამცავზე. ესეთი აი შერეული შეფასებები მოვისმინე და არ ვიცი ხა 15 ევროთ რამდენად მინდა შერეული შეფასებების პროდუქტზე გარისვლა, როცა მზისგან დამცავს ეხება საკუთრებულად რომ თუ არ მომეწონა. მზისგან დამცავი ესეთი თემა არის, რომ აი ტექსტურა თუ არ მომეწონა. ეგ მომენტი ყველა ვიცი თუ აი წვეთ გამოყენებას და გეზარება მე ძალიან, რომ აი დამატენიანებელი ხომ ისვია უკებს, აღარ მინდა. ამიტომ
მზის გადამცავი რისკის ფაქტორია, მაგრამ მხრივ არ ვიცი. მე რო დავრჩე ისევ ჩემს კორეულ მზის გადამცავებთან ხო არ გეწყინებათ. ორდინერი ხო არ მიწყენს მაგ ამბავს. იმედი მაქვს რომ არა. იცით რა მაინტერესებს მათი შრატ-ტონალური back and stock აწერია. ანუ არ ვიცი. როდის იყო რამდენიმე კვირის წინ იყო მე მგონი მაგათ Instagram-ზე შემხვდა რომ ფორმულაცია განაახლეს და დააბრუნეს. დაბრუნდა, მაგრამ გიბიოს აწერია სხვა მეტი არაფერი, ანუ განახლებული ფორმულა ან რაღაცა ისეთი არაფერი არ აქვთ. მინიშნებული ზედ და ეს თანიხა ფასდაკლებაზე ეღირება 6 евро და 1 ცენტი. ამ ჭირდება ხა ტონალური, რამდენიმე მაქვს გახსნილი, უბრალოდ ეს პროდუქტი მაინტერესებს. ფერი რაც შევარჩიეს, ხოდა შეიძლება კარგად აქვთ დაყოფილი, რომ იცოდეთ ძალიან ღია, საშუალო ღია, საშუალო მუქი, ძალიან მუქი. დააკლიკებთ პირდაპირ და ზუსტად გიგდებთ თქვენი კატეგორიისთვის შესაბამის ფერებს. შემდეგ ქვემოთ ქვედა ტონების მიხედვით აქვთ დაყოფილი და სპეციალური ფოტო აქვს ყველა პროდუქტზე, რომელიც გეუბნებათ, რომელია ვარდისფერი ქვედა ტონი, რომელია ნეიტრალური, რომელია ყვითელი, რომელია ოქროსფერი და ასე შემდეგ. მაგის მიხედვითაც რო შეარჩიეთ. მე როგორც წესი ნეიტრალური ქვედა ტონით ვყიდულობ ხოლმე პროდუქტებს, იმიტომ რომ არ გაანეიტრალური შენ თვითონ წინასწარ მაგაზე არ ფიქრე, მაგათ რო უწერიათ, რომ ცივი ქვედა ტონისკენ მიდის ძალიან ცივია, წავწერიათ რომ უფრო თბილი ოქროსფერი ქვედა ტონისკენ მიდის ყვითელია. საბოლოოდ პროდუქტი რომ მოგდის სახში, ამიტომ ხშირად ნეიტრალურ ტონს ვარჩევ, იმიტომ რომ ცოტა ორივე მაქვს. ნუ ეხლა ჩემს ვენებს რო შეხედავთ, უფრო არის ვიოლეტ იასამნისფერი და ლურჯი. რაც იმას ნიშნავს, რომ ოდნავ მოვარდისფრო რომ დაკრავს ქვედა ტონს, ანუ ნეიტრალურს თავისუფლად შემიძლია რომ გამოვიყენო, ცივსაც თავისუფლად ვიყენებ, კამერაზე თბილი ტონის გამოყენება შემიძლია. გააჩნია რა თქმა უნდა. თუ ძალიან ყვითელი არის, იმიტომ რომ განათები მაინც შლის ოდნავ ფერებს და ეს კამერის წინ შეიძლება თუ ისე მომიწია რომ ცოტა უფრო თბილი ტონალური ვიყიდე, კამერაზე მაინც შემიძლია რომ გამოვიყენო. ეხლა ქუჩაში ესე შეიძლება შეამჩნიო რომ თუ ზამთარია განსაკუთრებით ძალიან თეთრი ვარ. შეამჩნია რა თქმა უნდა. კამერაზე ნაკლებად. ამიტომ ეხლა რაც მიჩვენა აქ pink ვარდისფერი ქვედა ტონით ამომიგდო. ნეიტრალური ცოტა არ მომეწონა, ცოტა მეტი სიყვითლისკენ მიდის, ვიდრე მე მომწონს. ამიტომ pink ანუ ვარდისფერი ან ყვითელი არის ნეიტრალურისთვის. რადგან მე ვარდისფერიც მაქვს, შეიძლება რომ ნეიტრალურიც გავკაჩო კონკრეტულ სიტუაციებში, მაგრამ იცი რა, pink-ი ფოტოდან გამომდინარეც ვფიქრობ, რომ ეხლა ჩემ თმის ფერს და ასე შემდეგ შვიდად ვარდისფერი ქვედა ტონით გამოადგება. ჩემ ფერი არის 1.2 P, ანუ pink ღია ფერები. 6 евро. ოკეი, ამ წუთას 4 პროდუქტი მაქვს კალათაში, 40 ევროზე და 88 ცენტზე ავედი. უფასო გზავნილზე ავედი, იმიტომ რომ საერთაშორისო გზავნილები, ნუ ყოველ შემთხვევაში გერმანიისთვის ასე აქვს, რომ საერთაშორისო გზავნილები 25 ევროდან იწყება უკვე 25 ევროს შეკვეთას თუ გააკეთებ გზავნილი უფასოა. საქართველოში წარწმუნებული ვარ, უფრო მეტზე უნდა ახვიდე. საერთო ჯამში ფასი უფრო მეტი უნდა გქონდეს შენაძენს, რომ უფასო გზავნილი გქონდეს. ასე ამოვნებთ გაგვიზიარეთ კომენტარებში, ვისაც გაქვთ უკვე შეკვეთა განაკეთები, რამდენზე უნდა ახვიდე დოლარებში, რომ უფასო გზავნილი გქონდეს. ამანაც გერმანიისთვის 25 евро უკვე საკმარისია. ამ წუთას ჩემი 4 პროდუქტით ვარ 40 ევროზე. ისევ ესაა ჩემი წლევანდელი შენაძენი ორდინერის ყოველწლიური ფასდაკლებისთვის 2025. სიამოვნებთ გამიზიარებთ კომენტარებში, თქვენ თუ გეგმავთ რაიმეს შეძენას, რომელ პროდუქტებზე ფიქრობთ, რა არის უკვე თქვენს კალათაში, რაზე გინდათ რომ დარწმუნდეთ და ბოლომდე არა გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული, შეიძინოთ თუ არა. თუ სხვა ვიდეოები გაინტერესებთ, განხილვებთან დაკავშირებით, ბრენდებთან დაკავშირებით, პლეილისტ აკეთებთ ვიდეოს ბოლოს, ერთდროს YouTube-ის ალგორითმი შეარჩევს თქვენს ნახვებზე დაყრდნობით და თუ დრო გაქცევონებით გააგრძელეთ ყურება, არ დაგასწოთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, ამით ძალიან ეხმარებით ჩემს არხს და ყველას ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ფესვის კიდევ სულ ეს იყო, დიდ მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით და გნახავთ ჩემს შემდეგ ვიდეოში. ჩაო!